მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი თემა გადასვლა ცნობიერის. მომავლის ადამიანები, დნმ-ები კაცობრიობის, როგორი ხსნება, როგორ იყო თავიდან ჩაბეჭდილი. ეს ინფორმაცია ჩვენში ყველაში არის. ადამიანები გადადიან ახალ ვიბრაციულ ბადეზე. ეს ძალიან ადრე ბევრმა იწინასწარმეტყველება, რომ ეს პროცესი იქნებოდა. როცა პლანეტა გადადის ახალ ორბიტაზე, წინა გადასვლები მიდიოდა იქამდე, რომ კაცობრიობა ტოვებდა დედამიწას, კატაკლიზმები, წყალდიდობები, კომეტები. ერთი ცივილიზაცია მიდიოდა, მერე მოდიოდა ახალი. ეს ყველაფერი არის ევოლუციის გზა. პლანეტარულ დონეზე მიმდინარეობს ეს პროცესები. ჩვენს პლანეტას აქვს ენერგეტიკული ველი, ის მთლიანობა იმპულსების და ემოციების დედამიწაზე, ცხოვრები არსებების. ანუ მაგნიტური ბადე პლანეტის იქმნება ყველა მცხოვრებისგან და ეს ყველაფერი ჩაშენებულია პლანეტის ირგვლივ, როგორც ენერგეტიკული ველი, ყველა ემოცია, რასაც განვიცდით, ყველაფერი არის იქ. ელექტრომაგნიტური ველი, კრისტალური ბადე, დედამიწის ცნობიერება, როგორც დნმ პლანეტის. ჩვენც მსგავსად ვითარდებით. ყოველ განსხეულებაში ჩვენი დნმ უფრო იკეტებოდა, იცვლიდა სტრუქტურას. ასე ვთქვათ, ცნობიერის ციხეში თავსდებოდა. ანუ რაც მე ჯერ მოვდიოდით, უფრო იკეტებოდა, იხშობოდა. ახლა კიდე დაიწყო პირიქით. ანუ ახალი ციკლი წამოვიდა, სადაც გვაქვს შესაძლებლობა მეტჯერ აღარ მოვიდეთ და გავანთავისუფლოთ ის ცოდნა, რაც არის ჩადებული დნმ-ში. ეს შესაძლებელია გულის გახსნით, თანაგრძნობით. ეს ემოცია, როცა გადადიხართ დახმარებაზე, მასშტაბურ დონეზე. ის რომ კონკრეტულ ინდივიდს არ ეხები. თანაგრძნობის ენერგია, ეს ახალი ენერგია. ქონდა ბადე თვითგადარჩენის. ახლა გადავდივართ ბადეზე თანაგრძნობა, სიყვარული, სადაც ვხსნით ჩვენს გულს. ჩვენ ხვდებით ოსტატები, როცა გვაქვს ნათელი გულში, როცა აღარ არის ბრძოლა ბნელ ძალებთან, სადაც არის სინათლე, იქ ბნელი არ მიდის. ეს მისი დონე არ არის, მისი განზომილება. ის რჩება თავის დონეზე. ჩვენ ავდივართ სიყვარულის მაღალ დონეზე. როცა ვიმყოფებით სიყვარულის ველზე, სიყვარულის განზომილებაში, უკვე არაფრისგან არ გვჭირდება დაცვა. თვითონ ის განზომილება გიფარავს. ღებულობთ ყველას, ყველაფერს, ყველა სფეროს, აერთიანებთ თქვენს ცნობიერში. ჩვენ ახლა ვართ ეპოქის შეცვლის დროში, სადაც ერთი ცნობიერება ცვლის მეორეს. არიან ძალიან ძველი სულები ჩამოსულები აქ, რომ გამოახვიძონ სხვა ადამიანები. ერთი გამოხვიძებული, სხვას ეხმარება და რაც უფრო მეტი გაიხვიძებს, პლანეტაც უფრო მალე გადავა ახალ ორბიტაზე, უფრო მაღალ განზომილებაში. ახლო მომავალში ჩვენი ცხოვრება ძალიან შეიცვლება. პლანეტა უკვე იცვლება თავისი კლიმატური პირობებით. ზოგან ძალიან სიცხე რომ იყო და ზოგან ძალიან სიცივე, ახლა ეს თანაბდება. თითქმის ყველგან ერთნაირი კლიმატი იქნება და ეს ასევე მოქმედებს მთელს კაცობრიობაზე. ერთი მთელი ვართ და ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. მაგნიტური ბადე, ეს კლიმატი მოქმედებს ადამიანებზე და ბევრი სული დატოვებს დედამიწას. დარჩებიან უფრო მომწიფებული სულები. ის სულები, ვისაც ახლა ამ პროცესში მონაწილეობენ, რომლებთანაც მიმდინარეობს დნმ-ის გამოხვიძება, ისინი უკვე გააჩენენ გამოხვიძებულ ადამიანებს, უკვე გახსნილი დნმ-ით. ისეთი გამოხვიძებული იქნებიან, რომ ჩვენ მოგვიწევს მათგან ვისწავლოთ. მათი მეხსიერება უფრო მალე გაიხსნება. როცა აქ მოვდივართ, გვავიცდება ყველაფერი არ გვახსოვს და მე ნელ-ნელა ვიხსენებთ. ჩვენ შიგნით აბსოლუტურად ყველა ცოდნა არის. ჩვენ გარეთა სამყაროში კი არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, უფრო მეტად ყურადღებით უნდა ვიყოთ შიგნით. ჩვენ შიგნით უნდა დავბრუნდეთ. დიდი ტრანსფორმაციები მიმდინარეობს მთელ პლანეტარულ დონეზე. ზოგი გადადის, ზოგი რჩება თავის დონეზე. რომ თავისი ტრანსფორმაცია იქ დაასრულოს, რაც მას სჭირდება, გაისარდოს ამ ცნობიერებამდე, ვინც მზადაა ის გადავა. ჩვენ სამყაროს დავაკვირდეთ, რა არის ჩვენს ირგვლივ, ვირას გვირეკლავს.
ჩვენს ორგანიზმს, ჩვენს სხეულს. პლანეტარულ ევოლუციურ დროში ვიმყოფებით. ახლა ყველა ცივილიზაცია მონაწილეობს ამ პროცესში. დაახლოებით 30-40 სხვადასხვა ცივილიზაცია ცხოვრობს დედამიწაზე. გსმენიათ ალბათ რეპტილოიდები და კიდევ ვიღაცები. მე ამ თემაზე კიდე ცალკე ვიდეოს ჩავწერ. იმათაც თავიანთი პროცესი აქვს ევოლუციის, წყარო ყველასი ერთია, ყველა საჭიროა, ყველა თავის საქმეს აკეთებს. თქვენ გონიათ არაფერს აკეთებთ, თქვენ რომ გძინავთ, თქვენი სული გლობალურ საქმეებში მონაწილეობს, იღვიძებთ და არ გახსოვთ, დაიჯერეთ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უსმენთ, ყველა ძველი და მომწიფებული სულები ხართ. იმისთვის მოხვედით, რომ გაანთავისუფლოთ დნმ, როგორც თქვენ ინდივიდუალური, ასევე მთელი დედამიწის. აი ასეთი დანიშნულება გვაქვს. ყველას გექნება თქვენი დროის პროცესები. ზოგისთვის გაგრძელდება ეს პროცესი უფრო კომფორტულ რეჟიმში, რომ არ იყოს მტკივნეული ფიზიკურად. ფიზიკური სხეული ცოტა ჩამოგრჩება, ამიტომ მათაც უნდათ დახმარება. ვარჯიში, გაჭიმბები, გაწმენდები, კვება, მოიშორეთ დაძაბულობა, მოიშორეთ განკითხვები. ყველას შეხედეთ სიყვარულით და თანაგრძნობით. ჯერ უნდა მიიღოთ ყველა და ყველაფერი და მერე ჩაეხუტოთ. დნმ რა არის ის, როგორ მუშაობს და როგორ შეიძლება გახსნა. დნმ-ის მეხსიერების. დავიწყებ იმით, რომ ჩვენი სხეულის ირგვლივ თქვენ უკვე იცით, არის ენერგეტიკული ველი, მერკაბა, რომელიც აქვს ყველას, სადაც არის მთელი მეხსიერება, რაც იყო ჩვენზე. სულები, რომლებიც ჩამოვიდნენ პლანეტის და კაცობრიობის დასახმარებლად, ისინი იწყებენ გახსენებას, რა არის მერკაბა, რა არის სინათლის სხეული, როგორ მოქმედებს. ჩადებულია ყველა განსხეულების ინფორმაცია, იქ არის ინფორმაცია სამყაროზე. მაგალითად, აქ მოსვლამდე თუ გაიწერეთ, რომ უნდა გამოსცადოთ დამწრობა, ის გამოცდის, ის ადამიანი გამოცდის იმ დამწრობას და ეს ჩაიწერება დნმ-ში და შემდეგ აღარ წავა იმაზე, რომ მან უკვე იცის რა არის დამწრობა და იმ გამოცდილებაზე აღარ წავა, იმიტომ რომ მის მეხსიერებაში არის უკვე ეს შედარება. ერთი ადამიანი გადის რაღაც სცენარს, შენ არ გადიხარ იმას, იმიტომ რომ იმას ის არ გაუვლია და სჭირდება, შენ ის გაიარე და აღარ გჭირდება. გადიხარ იმას, რაც გჭირდება. ასეთი არსებები ვართ, რომ გჭირდება ყველაფრის გავლა. ამით ჩვენ ვიზრდებით და ფართოვდებით და იზრდება ერთიანი ცნობიერი. ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვაძლიერებთ და ნებისმიერი ნეგატიური გამოცდილება, რომელიც ჩვენ გონია, რომ ნეგატიურია, სინამდვილეში ეს რდა გამოცდილების გავლა. ამ გადასვლის პერიოდში ჩვენი ენერგეტიკული ველი იცვლება და შესაბამისად სხეულიც უფრო კრისტალიზებული ხდება. ვინც ახლა მერკაბაზე გებულობს, ბუნებრივია მას გაიაქტიურებს. ტყუილა არ მიიზიდეთ ამ ცოდნისკენ, იმიტომ რომ თქვენ მზად ხართ ამ ცოდნისთვის. ეს უკვე გაცნობიერებული არჩევანია. განზომილება 3D, სადაც ვიყავით, ახლა 4 და 5D, უფრო მაღალი განზომილებებიც არის ცნობიერის. ახალგაზრდობის შაბლონი, რომელიც არის ჩვენს დნმ-ში, უბრალოდ გაიაზრეთ, რამდენად მრავალმხრივი სტრუქტურა ხართ, ჭკვიანი ორგანიზმი, რომ შეგიძლიათ აიძულოთ თქვენი სხეული დაიტანჯოს და იავადმყოფოს. ასევე შეგიძლიათ მართოთ თქვენი უჯრედული სტრუქტურა თვითმკურნალობაზე და გაახალგაზრდავებაზე. როცა უკვე ეხებით ამ ცნობიერს, ეს უკვე ხდება ხელმისაწვდომი. ჩვენს სხეულს ესმის ყველა ჩვენი ბრძანება. სულ კონტაქტი უნდა გქონდეს სხეულთან, ჩვენს უჯრედებთან. ჩვენი ცნობიერი არ ანცალკევებს სხეულს, უნდა იყოს შეწყმა ბიოლოგიურ უჯრედულ სტრუქტურასთან. მერე სინქრონიზდება და ხდება ჩვენთვის მართული. როცა თქვენს გონებაში ჩაიბეჭდება, რომ კი, მე ეს შემიძლია, აი მაშინ შეძლებთ, რომ მართოთ თქვენი სხეული. კი, მჯერა და როგორ ვქნა, რა ვქნა? დასვით შეკითხვა, პასუხები მოვა. წახვალთ იმ ვიბრაციებისკენ, სადაც იხსნება ცოდნა. და ალბათ სვამდით კიდევაც რაღაცა მის მსგავს შეკითხვებს, რადგან ახლა ამას ისმენთ. ჩვენი ცნობიერი მოძრაობს სხვადასხვა განზომილებაში. ჩვენ ვირჩევთ ყოველ წამს, რომელში ვიყოთ. იქით აქეთ რომ არ ირბინოს ცნობიერმა ერთ განზომილებაში, კარგად უნდა დავფუძნეთ და მერე გვეხსნება უფრო მაღალი. მერე იქ უნდა დავფუძნეთ. კარგად და ასე შემდეგ. ამ საუბრებით მაღალ ვიბრაციებზე გადავდივართ და ყოველ შეხვედრაზე უფრო და უფრო ფიქსირდებით. რაც უფრო მეტს უსმენთ, უფრო მეტად გაატარებთ სხეულში ამ ვიბრაციებს და უჯრედებიც იხსნება, მეხსიერებიც. 20 წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით თუ ასეთი რამეს მოვისმენდით. რომ შეიძლება მარტო
საკუთარი დნმ მართო აჩქარებულია ყველაფერი, ვინც მინიმალურად მაინც მზად არის, ყველას ძალიან დაჩქარებულად ეხურება კარმები და კონტრაქტები. ცოტა კი არა, ცოტაზე მეტი მტკივნეული პროცესია ფიზიკურადაც და მენტალურადაც. მე ვინც მომისმენს, იმათვის უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ჩემთვის, იმიტომ რომ ამ გზას ვასუფთავებ და ვინც მიმიღებს, იმათ გასაღებები მიეცემათ. თავიანთი გზის, ჩვენ რომ გონია სასწაულია და ჯადოქრობაა, უბრალოდ ხდება მისაწვდომი, იმიტომ რომ ხვდებით თუ როგორ არის ყველაფერი მოწყობილი, ფიქრის სიჩქარე, ფიქრის ძალა, პროცესების დაჩქარება, მართვა პროცესების, თქვენი სამყარო ფართოვდება და ხვდებით, რომ საერთოდ ყველაფრის მართვა შეგიძლია თუ დაუშვებთ ამას თქვენს თავში. ერთი საფეხურია მოსმენა, მეორე საფეხურია გაგება.